3 წელი 1000 დღეზე მეტი. მას შემდეგ რაც რუსული ტანკები შეიჭრა უკრაინაში, მას შემდეგ რაც ბევრი რამ მოხდა. სრულმასშტაბიანი ომები წარსულის მოვლენად ითვლებოდა, თუმცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა მაინც დაიწყო. მაშინ უკრაინის სწრაფ დაცემას ელოდნენ, თუმცა 3 წლის განმავლობაში ამერმა შეუპოვრად იბრძოლა და ამავე დროს რუსების მიერ აღებული საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიბრუნა. ასევე არსებობს ამერიკის ადმინისტრაცია, რომელიც მხარდაჭერის პათოსიდან რამდენხანსაც საჭირო იქნება, გადავიდა მნიშვნელოვნად შემცირებული დახმარების ფაზაზე და დღეს უკვე რიტორიკულად და სულ უფრო მეტად პრაქტიკულადაც სინქრონულად მიჰყვება ვლადიმერ პუტინისთვის სასარგებლო ნარატივს. დონალდ ტრამპი ერთის მხრივ ღიად აცხადებს, რომ სურს ამერიკელი გადასახადების გადამხდა და ფულის დაბრუნება და უკრაინაში ინვესტირებულ თანხაზე 5 გზის მოგებასაც კი მოელოდა. მეორეს მხრივ მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიტიური სიახლეების შემდეგ მიანიშნებს, რომ შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების ნებართვაც გასცეს. მცირე განახლება. ვიდეოს ჩაწერის პროცესში აშშ უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა, საიდანაც გავიგეთ, რომ სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაც უკვე განახლდა. მოდი განვიხილოთ რა მოხდა ბოლო დღეებში და დავსვათ კითხვა, შედის თუ არა ტრამპისა და ამერიკის ინტერესებში ევროატლანტიკური კავშირების გაწყვეტა, ზეწოლის პოლიტიკის განხორციელება და იმ ნდობის კაპიტალის მიტოვება, რომელიც აშშ-ს რიგითმა ადმინისტრაციებმა 10 წლეულების განმავლობაში შექმნეს. თუ ევროპა უბრალოდ ამერიკის ხარჯზე ცხოვრობს, როგორც ტრამპი იტყოდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო. ეს დაგვეხმარება ვიდეოს განვითარებაში და მეტი ადამიანისთვის მიწოდებაში. რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ განვითარდეთ, შესაბამისად მეტი ვიდეო იქნება. ასევე შევძლებთ ჩვენი საავტორო ხედვების შემოთავაზებასაც. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბოლო კვირები საინფორმაციო ატრაქციონი იყო. მოდი დავიწყოთ ძირითადი მოვლენების აღწერა. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რითაც ხელისუფლებაში ქრისტიან დემოკრატები დაბრუნდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 4 მილიონი ხმით გაიმარჯვეს ალტერნატივ ფურ დოიჩლენდზე, ევროსკეპტიკურ და პრორუსულ პარტიაზე, რომლებიც რუსეთზე სანქციების მოხსნის მომხრეები არიან. თუ დაუმატებთ კიდევ ერთ რადიკალური მემართულების პარტიის ზაჰრა ვაგენგეხტის ხმებს, რომლებმაც ბუნდესტაგში შესვლა მცირედით ვერ მოახერხა, გამოდის, რომ გერმანულ ამორჩეველთა 25%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პარტიებს, რომლებიც ევროპულ წესრიგს საფრთხეს უქმნიან. ჯერჯერობით ქრისტიან დემოკრატები იქნება მმართველი ძალა, ხოლო ფრიდრიხ მერცი შესაძლოა კანცლერის პოსტზე მოვიდეს, ყველაზე სავარაუდოდ ოლაფ შოლცის SPD-სთან ერთად კოალიციით. ეგრეთ წოდებულმა შუქნიშნის კოალიციამ წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა, ხოლო AfD-მ და BSW-მ ერთობლივად 15%-ით მეტი ხმა მოიპოვა წინა არჩევნებთან შედარებით. მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სწრაფად გააღვივა განგაშის ტონები და განაცხადა, რომ ევროპამ უნდა ეძიოს დამოუკიდებლობა აშშ-სგან რაც შეიძლება სწრაფად და რომ ნატო შეიძლება მალე მოკვდეს. ტიპიურად მოზომილი ქრისტიან დემოკრატების ასეთ შეხედულებაზე უდაოდ იმოქმედა ამერიკის ადმინისტრაციის ჩარევამ გერმანიის არჩევნებში. ილონ მასკმა არაერთხელ მოუწოდა AfD-სთვის ხმის მიცემისკენ პლატფორმა X-ზე. JD Vance-მა იგივე გააკეთა რამდენიმე დღით ადრე და თავს დაესხა მიუნხენში გერმანულ ლიბერალებს. მერცი ბევრს ამბობს ამერიკელებისგან დამოუკიდებლობის შესახებ, მაგრამ ამავე დროს გვთავაზობს რამდენიმე სპეციფიკას უკრაინის ომისადმი გერმანიის მიდგომის შეცვლისთვის. გახსოვდეთ, რომ ომის მთავარი ევროპული კატალიზატორი იყო ანგელა მერკელი, მერცის წინამორბედი CDU-SCU დუეტის სათავეში. გარდა ამისა, შოლცის SPD-ც დარჩება მთავრობის განუყოფელი ნაწილი. მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ მერცი მოდის პარტიის უფრო კონსერვატიული ფრთიდან და ხშირად აკრიტიკებდა ყოფილ კანცლერს პოლიტიკისთვის, მათ შორის მისი ღია კარის მიდგომისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია დაკავებულია შიდ რეორგანიზაციით, ემანუელ მაკრონი ცდილობს დაიკავოს ევროპის ლიდერის სტატუსი აშშ-ევროპის კონტაქტში. ის უკვე ეწვია დონალდ ტრამპს. აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარში მაკრონი ოსტატურად მანევრირებდა და ცდილობდა არ გამოეწვია ტრამპი. იმავდროულად ამტკიცებდა ფრანგულ და ევროპულ პოზიციებს, როცა სიტუაცია ამას მოითხოვდა. ერთის მხრივ მაკრონმა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პუტინთან არ უსაუბრია, დღეს კონტექსტი განსხვავებულია და იმისთვის მზად არის. მეორეს მხრივ, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ ევროპელები უკრაინელებს კრედიტებს აძლევენ, მაკრონმა სწრაფად შეასწორა ამერიკელი და თქვა, რომ ევროპა იხდის მთლიანი ვალდებულების 60%-ს და მხარს უჭერს იმ აზრს, რომ უკრაინას ჯერ რუსეთმა უნდა გადაუხადოს. მან იმავდროულად განაცხადა, რომ გარიგება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის დანებებას და უნდა იყოს მხარდაჭერილი უსაფრთხოების გარანტიებით. მან ტრამპს მხარი აუба იმის თქმითაც, რომ მშვიდობა შესაძლოა მოსალოდნელი იყოს უახლოეს კვირებშიც კი. მიუხედავად შიდა პრობლემებისა, საფრანგეთს დღეს უძლიერესი ბანკო უჭირავს ძველ კონტინენტზე, რაც აძლიერებს ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკას. მთლიანობაში საფრანგეთს აქვს ევროპის ყველაზე
ძლიერი სამხედრო და ბირთვული იარაღი. მას აქვს სუფთა ენერგიის საიმედო წყაროც, ანუ ბირთვული ენერგია. მისი ეკონომიკა გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული მრავალტანჯულ საავტომობილო სექტორზე, გერმანიისგან განსხვავებით. გარდა ამისა, ის მოწინავეა ხელოვნური ინტელექტის პროგრამებშიც. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ საფრანგეთს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ფონდები, არ ნიშნავს, რომ ევროპაში ლიდერობა მარტივი იქნება, მაგრამ გერმანული პრობლემების გამო ელისეის სასახლე გრძნობს თავის შესაძლებლობებს ყველაზე ნათლად. დასაწყისისთვის ფრანგებმა განაცხადეს, რომ ამერიკის გასვლის შემთხვევაში პარიზს შეუძლია გერმანიის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის მქონე საბრძოლო თვითმფრინავების განთავსება. თუმცა საეჭვოა, რომ მაკრონის დღის წესრიგმა გავლენა მოახდინოს დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე, რომელიც შემდგომ დღეებში განაგრძობდა კრემლის ნარატივის აქტიურად გავრცელებას. ამ დათბობის და მეგობრობის კიდევ ერთი ეპიზოდი იყო გაეროს ფორუმზე, სადაც ვაშინგტონი მოსკოვთან გაერთიანდა გაეროს რეზოლუციაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა ევროპის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც გმობდა მოსკოვის ქმედებებს და მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, კენჭისყრისას კი რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ბელორუსიასთან ერთად იყო მოწინააღმდეგეთა სიაში. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მოამზადა და მიიღო რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, მაგრამ არ შეიცავდა რუსეთის კრიტიკას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შეთანხმების მოლაპარაკებები გაგრძელდა, რომელსაც ოფიციალურად დაერქვა რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. შეთანხმების საწყისი ვერსიის მიხედვით ფონდის მიზანი იქნებოდა მაქსიმალური მოგების მიღება უკრაინის საკუთრებაში არსებულ ყველა რესურსიდან, სანამ მისი ღირებულება $500 მილიარდ არ მიაღწევდა. ერთ-ერთი მიზანი უკრაინის მშპ-ს 2021 წლის დონემდე აღდგენა იქნებოდა, ანუ $200 მილიარდამდე, დღევანდელ 180 მილიარდთან შედარებით. გარდა ამისა, შეთანხმება უკრაინას დაავალდებულებდა აშშ-ს მიერ ამ შეთანხმების შემდეგ გაწეული ფინანსური დახმარების ორმაგი ოდენობის თანხის შეტანას ფონდში. ამასთან ამერიკელები საპასუხოდ სთავაზობდნენ უკრაინის სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი გრძელვადიანი ერთგულების განზრახვას. უკრაინელები ცდილობდნენ ამ საკითხის მიმართ 7 მიდგომა შეენარჩუნებინათ, მაგრამ ზელენსკიმ კაფიოდ მიანიშნა, რომ ის გრძნობდა იძულებას. მე არ მოვაწერ ხელს ისეთ რამეს, რის გადახდაც უკრაინელების 10 თაობას მოუწევს. საბოლოოდ განაცხადა მან. ასევე აღნიშნა, რომ $500 მილიარდი ვალს არ აღიარებს. მისი თქმით, ამერიკული დახმარება ამ ეტაპზე $100 მილიარდ შეადგენს, რაც არ არის სესხი, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტებია. Financial Times-მა საბოლოოდ გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა დათანხმდა განახლებულ გარიგებას, თუმცა ცვლილებებით. შეთანხმების საბოლოო ვერსია, რომელიც დათარიღებულია 24 თებერვლით, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელშიც უკრაინა შეიტანს შემოსავლების 50% სახელმწიფო მინერალური რესურსებიდან, მათ შორის ნავთობის, გაზისა და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკის მომავალი მონეტიზაციისგან, ხოლო ფონდი ინვესტირებას განახორციელებს პროექტებში ისევ უკრაინაში. გარდა ამისა, შეთანხმება არ მოიცავს მინერალურ რესურსებს, რომლებითაც უკვე იკვებება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გავლენას არ მოახდენს ნავთობგაზის და უკრნაფტას უკრაინის გაზისა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მიმდინარე ოპერაციებზე. თუმცა შეთანხმებაში კვლავ გამოტოვებულია აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები, რაზეც კიევი თავდაპირველად დაჟინებით მიუთითებდა და შესაბამის ცვლილებებს ითხოვდა. ის ასევე არ ეხება საკვანძო საკითხებს, რომლებიც უნდა განისაზღვროს მომავალ მოლაპარაკებებში, როგორიცაა ფონდში ამერიკული წილის ზომა და დეტალები ერთობლივი საკუთრების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე თუ ვის იურისდიქციას დაექვემდებარება იგი. შეთანხმებაზე ხელის მოწერას ძალიან ცოტა აკლდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-შიც ჩავიდა, თუმცა იქ სიტუაცია სხვანაირად წარიმართა. ოლგა სტეფანიშინამ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს, განაცხადა, რომ რესურსების შეთანხმება მხოლოდ დიდი სურათის ნაწილი იყო. შეთანხმების რატიფიცირება ასევე საჭირო იქნება უკრაინის პარლამენტის მიერ, სადაც ოპოზიციამ უკვე მიანიშნა, რომ მას ძალიან დეტალურად შეისწავლის. ევროკავშირმა ასევე უპასუხა ამერიკის წინადადებას და შეახსენა კიევს, რომ ევროპასაც აქვს მნიშვნელოვანი წიაღისეულის შეთანხმების სურვილი. ევროპისთვის საჭირო 30 კრიტიკული მასალისგან 21 შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უკრაინასთან მომგებიანი პარტნიორობით, თქვა ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნმა. საბოლოოდ ოთხშაბათს საღამოს უკრაინელმა მხარემ დაადასტურა, რომ პარასკევს ზელენსკი და ტრამპი ხელს მოაწერდნენ მნიშვნელოვან შეთანხმებას. იყო თუ არა ეს გარღვევა? რა თქმა უნდა იყო, რადგან კიევსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების მიღწევა დადებითი მომენტია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრამპის დამოკიდებულებაზე და მის პიარ წარმატებაზე, მაგრამ თავად შეთანხმება შორს არის განხორციელებისგან. მისი ამჟამინდელი ცნობილი ფორმატით შეთანხმება წააგავს წინასწარ მემორანდუმს იმის შესახებ,
თუ როგორ შეძლებენ უკრაინა და აშშ მომავალში ინვესტირებას უკრაინის რესურსების სექტორში და ერთად ისარგებლებენ მისგან. გადაიქცევა თუ არა ეს რეალურ თანამშრომლობაში დამოკიდებული იქნება ტრამპსა და ზელენსკის შორის შემდგომ შეთანხმებებზე. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ კომუნიკაციებში ზელენსკიმ განაცხადა შეთანხმებაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჩამატებული დებულებების შესახებაც. რესურსებზე მოლაპარაკებების შესახებ პოზიტიურმა ცნობებმა აშკარად იმოქმედა დონალდ ტრამპის განწყობაზე, რომელიც უკრაინელების მიმართ ბრალდებებიდან და თავდასხმებიდან ქებაზე და დაპირებებზე გადავიდა. Originally the right to fight. Look, Ukraine, I will say they're very brave and they're good soldiers, but without the United States and its money and its military equipment, this war would have been over in a very short period of time. In fact, I was the one that gave the javelins. You remember the famous javelins? That was me. That wasn't Obama. It wasn't Biden. It wasn't anybody else. It was me. უფრო მეტიც შეხვედრამდე ტრამპმა მიივიწყა ზელენსკის დიქტატორად მოხსენიებას და დაამატა, რომ ის დიდ პატივს ცემს მას და მისი გზავნილები მოიცავდა უკრაინის დახმარებას დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებაშიც კი. თუმცა ამ ყველაფერს სამწუხარო გაგრძელება მოყვა თეთრსახში მოწყობილი ხაფანგით. ასე რომ ტრამპი უშვებს უკრაინის ომის გაგრძელების შესაძლებლობას ისევე როგორც შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობასაც. რა თქმა უნდა, მე ვერ ჩამოვალ ფსონს კონკრეტულ თანხებზე, რადგან ბევრი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი ამ მაჩვენებლებს შემთხვევითობის პრინციპით იყენებს. სხვა სიტყვებით, რომ თქვათ, ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ ნაბიჯს 5D ჭადრაკის თამაში, რომლის შედეგს ჩვენ ვერანაირად ვერ გავიგებთ წინასწარ დღეს. თუმცა მოდით განვიხილოთ დასავლური სამყაროსთვის ყველაზე ბნელი სცენარი. ისეთი, სადაც უკრაინას რუსეთს შეატოვებენ, ამერიკელები კიდევ უფრო მეტად გაწყვეტენ ატლანტიკურ კავშირებს ევროპასთან და გააგრძელებენ ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის დემონტაჟს. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი თეზისები სულ უფრო ხშირად ჩნდება საინფორმაციო სივრცეში. ამაზე მარტინ ვოლფის Financial Times-ისთვის დაწერილ სტატიაში ვკითხულობთ. აშშ ახლა დასავლეთის მტერია. ჩვენ ვმუშაობთ კავშირების, დამოკიდებულებებისა და ინტერესების მოზაიკაში, რომელშიც ძნელად გასაგებია სიტუაცია. ფაქტობრივად არავის აქვს სრული სურათი. თითოეულ მოთამაშეს უკრაინას, რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს და ევროპას აქვს საკუთარი მიზნები და ბერკეტები ამ თამაშში. მათ შორის უკრაინასაც აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები. კიევი მტკიცედ დგას ომში და როგორც ჩანს ამტკიცებს, რომ გადარჩება ამერიკელების გარეშეც, მაგრამ ევროპასთან ერთად. რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს არ აქვს სრული კონტროლი მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ამის მტკიცებას. მოსკოვთან ტანდემშიც კი აშშ-ს არ შეუძლია შეთანხმების დადება თუ უკრაინელები და ევროპული სახელმწიფოები არ დაეთანხმებიან და გამოიჩენენ სიმტკიცეს. საკმაოდ შესაძლებელია, რომ ევროპას უკრაინასთან ერთად შეუძლია ომში ლიდერობის აღება ამერიკელებზე დამოკიდებულების გარეშე. ის რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში აუცილებლად მოხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განმეორებითი უმოქმედობა შეინიშნება. თუმცა მიმდინარე ზეწოლა კარგად მოქმედებს გაერთიანების ქვეყნებზე, როგორც ეს 3 წლის წინ მოხდა. როდესაც სწორედ ზეწოლის შედეგად დასავლეთმა რთული გადაწყვეტილება მიიღო რუსეთთან კავშირები გაწყვიტა და უკრაინას დაეხმარა. დღესაც შეგვიძლია მსგავს მობილიზაციაზე დაკვირვება. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რა რეალური შედეგი ექნება ამ პოლიტიკას. ევროპელები მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მორი განცხადებებს შეშფოთებით კითხულობენ, თავაზიანი კეთილგანწყობისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეს ინარჩუნებენ. თუმცა კულისებს მიღმა სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ევროპა ემზადება, რომ ამერიკასთან ჭიპლარი გაწყვიტოს, ჯერჯერობით სამხედრო მიმართულებით, მაგრამ შესაძლოა სხვა სფეროებშიც. თუ ტრამპის აგრესიული დღის წესრიგი გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ეკონომიკა, საერთო ინსტიტუტები ან თუნდაც ღირებულებები. ატლანტიკური კავშირის სამყარო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დონალდ ტრამპი და მრავალი ამერიკელი ამტკიცებს, რომ ევროპა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით ინარჩუნებს თავს, უსაფრთხოებით კი ამერიკელებისგან სარგებლობს. ამავდროულად ევროპელები ამ თეზის არ აყენებენ ეჭქვეშ, რაც არ არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მართლაც არის დამოკიდებული აშშ-ზე უსაფრთხოების საკითხებში, ის ნამდვილად არ იღებს ამას უფასოდ. პირიქით, ამერიკის ჰეგემონური პოზიცია გამოწვეული იყო მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით მოკავშირეების დამოკიდებულებით და ამ დამოკიდებულების შედეგად ამერიკის სამხედრო სექტორი დიდი ტექნოლოგიების, საფონდო ბაზარი და საბოლოოდ ამერიკული დოლარი წარმოუდგენლად პრივილეგირებული პოზიციით სარგებლობდა. შედეგად ამერიკული ყოვლისშემძლეობა სანდოობაში გადაიზარდა. დიახ, ევროპელებმა და აზიელებმა დახარჯეს იმაზე ნაკლები თავდაცვაზე, ვიდრე ამერიკული ქოლგის გარეშე დახარჯავდნენ, მაგრამ მაინც დახარჯეს მილიარდობით დოლარი, რომელთა დიდი ნაწილი გადავიდა ისეთი კომპანიების საბანკო ანგარიშებზე, როგორიცაა Lockheed, Raytheon და Northrop. ეს სამხედრო და ინდუსტრიული ძალა, რომელიც ემყარება დასავლურ სამყაროს, აერთიანებს ღირებულებებს, სიტყვისა და პიროვნების თავისუფლებას, საზღვრების ძალისმიერი გადახედვის აკრძალვას და ადამიანის უფლებებს, რაც საბოლოოდ გარდაიქმნა ამერიკულ სანდოობად. შედეგად მთელი დასავლეთი და არა მხოლოდ საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებაში თავის ფინანსურ ნამაზს სწორედ ამერიკულ ბაზარზე ათავსებდა, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და სანდო ეკონომიკური სისტემა იყო. ფული ნიაგარას ჩანჩქერივით იღვრებოდა ამერიკის საფონდო ბირჟაზე, რაც თანამედროვე ისტორიის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსის უწყვეტ ზრდას განაპირობებდა. ეს ზრდა ბევრად აღემატებოდა იმ პოტენციალს,
რომელიც მხოლოდ 350 მილიონ ამერიკელს შეეძლო შეექმნა. კაპიტალის ამ ზედმეტმა ნაკადმა თავისი გასაქანი პოვა აყვავებულ venture capital-ში, ანუ რისკიან კაპიტალის სექტორში, რომელიც ამერიკული ინოვაციის საფუძველს წარმოადგენს და უპირატესობას აძლევს აშშ-ს დიდი ტექნოლოგიებისა და მაღალ ტექნოლოგიური სფეროების, მათ შორის AI-სა და ნახევარგამტარების ინდუსტრიაში. და ბოლოს ჩვენ გვაქვს ძლევამოსილი ამერიკული დოლარი, რომლის საფუძველიც სწორედ ამავე მექანიზმებს ემყარება და რომელიც ამერიკელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიღონ ვალი, რომლის ღირებულებაც მთელ მსოფლიოზე ნაწილდება. ამიტომ ვაშინგტონის გლობალისტური და უნიპოლარული პოლიტიკა არ ყოფილა ალტრუისტული მისია, რომელიც მსოფლიოს გადარჩენას ისახავდა მიზნად, ბიძია სემის ჩარევით. ეს იყო გაცნობიერებული სტრატეგია, რომელიც მსოფლიოს ძალაუფლების ყველა მნიშვნელოვანი წერტილის გაკონტროლებას ისახავდა მიზნად და შემდეგ ამ სისტემის ისეთი ფორმით მართვას, რომ საბოლოოდ უმეტესი მოგება სწორედ ამერიკაში მიგრირებულიყო. მსოფლიო ამერიკას საკრებს უხდის. უბრალოდ ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს. ეს საკრები ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელსაც ტრამპი უკრაინისგან მოითხოვდა. აი მარტივი მაგალითი. ელექტრიკოსი უკრაინაში იღებს $500, პოლონეთში $1500, გერმანიაში $3000, ხოლო ამერიკაში $7000. ყველა მათგანი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს. ერთნაირი საათები აქვთ გამოყოფილი მუშაობისთვის და ერთნაირი კომპეტენციაც აქვთ. მაშინ ამხელა ხელფასთა სხვაობა საიდან ჩნდება? ეს განპირობებულია იმ უპირატესობებით, რაც კონკრეტულ ბაზარს აქვს მსოფლიო ბაზართან შედარებით. ეს უპირატესობები კი ათასობით სხვადასხვა ფაქტორისგან შედგება. რა თქმა უნდა, ფასებიც უფრო მაღალია, მაგრამ ყიდის უნარიანობა და ეკონომიკური გავლენა მაინც ყველაზე ძლიერ მხარეს რჩება. ამიტომ, როდესაც დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთს ომში, რომელიც თავისუფალი სამყაროს ყველა კანონს არღვევს, ის საფრთხეში აგდებს იმ უპირატესობებს, რომლებიც მისმა წინამორბედებმა შექმნეს. ეს პროცესი იწყება ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების ღირებულებების შემცირებით და ევროპული ანალოგების ზრდით. მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, აქ არ გაჩერდება. უცხოური ინვესტიციები შემცირდება, რადგან ინვესტორები დაიწყებენ ნაკლებად სტაბილური და ნაკლებად სანდო ამერიკული ბაზრის თავიდან არიდებას. დოლარის ცირკულაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეირყეს არა მხოლოდ ბრიქსისა და გლობალური სამხრეთის მიერ, არამედ ევროპელებისა და სხვა აქამდე საიმედო მოკავშირეების მხრიდანაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითოეული მათგანი სავაჭრო ტარიფებით იბლოკება. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ ამერიკა გაეძარცვათ და ამავდროულად გამოაცხადა 25%-იანი ტარიფების გეგმების შესახებ ევროკავშირის წინააღმდეგ. რაც პირველ რიგში ავტომობილების ბაზარს დაარტყამდა. დასუსტებული საფონდო ბაზარი კი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაარტყამს. Big Tech, რომელიც უზარმაზარ ფულად ნაკადებს იყო მიჩვეული, უეცრად ბევრად შეზღუდულ გარემოში აღმოჩნდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ევროპაში სრულად ინტეგრირებულები არიან, მაგრამ თუ ამერიკისგან გაუცხოება გაღრმავდება, ევროპას კიდევ უფრო დიდი мотиваცია ექნება, მათ შორის საზოგადოებრივი მოთხოვნის საფუძველზე, რომ ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ალტერნატივებით ჩაანაცვლოს. ევროპისთვის Facebook-ის, X-ის, Instagram-ის ან YouTube-ის კლონის შექმნა ტექნიკურად პრობლემას არ წარმოადგენს. ამას შეიძლება თან დაერთოს ევროპაში აპარატურის წარმოების დაბრუნებაც, რაც დღეს ძირითადად ამერიკასა და აზიაშია კონცენტრირებული. ამ ყველაფერს ემატება ეროვნული იდეოლოგია. ამერიკა ემიგრანტებზე დგას. მათი უმეტესობა შეერთებულ შტატებში უკეთესი ანაზღაურებისა და სწორი ღირებულებების გამო მიდიოდა. მაგრამ თუ ეს ღირებულებები შერყეული იქნა, მაშინ შეიძლება შემცირდეს იმ ნიჭიერი და მაღალი კომპეტენციის მქონე პირების სურვილი, რომლებიც ტრადიციულად ამერიკაში ემიგრირდებოდნენ. სწორედ ეს ადამიანები არიან ყველაზე მეტად გაცნობიერებული გლობალური პოლიტიკის პროცესების მიმართ. მსგავსი არგუმენტი ცოტა ხნის წინ ბალაჯი შრინივასამაც გააჟღერა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოაზროვნეა სილიკონ ვალში. მოდით ამ მონარიდს სრულად გავეცნოთ. წარსული იმპერიებისგან განსხვავებით, ამერიკული იმპერია ფარული იმპერიაა. როგორც დანიელ იმერხანი აღნიშნავს, ბრიტანული იმპერიისგან განსხვავებით მას ღიად იმპერიული ტერმინებით არ მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს მოეთხოვება დაემორჩილონ ვაშინგტონს და მოსაკრებელი გადაიხადონ ხაზინის ობლიგაციების შეძენით. საერთოდ ეს საუბარი რთულია, რადგან თუ იტყვი იმპერიას, ადამიანები მაშინვე ფიქრობენ, რომ გულისხმობ იმპერია ცუდია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ ეს თითქმის თავდაცვას ნიშნავს, რადგან ძალაუფლებას ვაკუუმი არ უყვარს და თუ თავად არ ცდილობ გლობალური დომინაციისთვის ბრძოლას, შეიძლება აღმოჩნდე იმ ძალის ქვეშ, ვინც ამ ბრძოლაში ერთვება და ეს არის იმპერიის ლოგიკა. ეს წინა თაობებისთვის კარგად გასაგები იყო, მაგრამ დღეს ვერც მემარცხენეები და ვერც მემარჯვენეები ბოლომდე ვერაცნობიერებენ, რა დასჭირდა ამერიკული იმპერიის შექმნას. მათ ეს მოცემულობა უბრალოდ მემკვიდრეობით ერგოთ, მაგრამ არ ესმით როგორ ჩამოყალიბდა ის. მემარცხენე ექსტრემისტებს არ ესმით, რომ ამისთვის კაპიტალიზმი და ვაჭრობა იყო საჭირო. ულტრანაციონალისტ მემარჯვენეებს კი არ ესმით, რომ ამისთვის დემოკრატია და მოკავშირეები იყო აუცილებელი. ამ ფაქტორების გაერთიანება ერთადერთი გზა იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო მრავალმილიარდიანი გლობალური სავაჭრო ქსელი, რომელიც აშშ დოლარს ამარაგებს. ეს შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ 77 მილიონი ტრამპის ამორჩევლის ან 75 მილიონი დემოკრატია ამორჩევლის მხარდაჭერით. სავაჭრო პარტნიორები და მოკავშირეები აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ბეჭდა $6 ტრილიონ, როგორც აშშ-მ 2020-2022 წლებში გააკეთა, მაშინ ის არ გადანაწილდება 6 მილიარდზე მეტ ადამიანს შორის, არამედ მხოლოდ 300 მილიონ ამერიკელზე კონცენტრირდება. რადგან
რადგან ინფლაცია ფაქტობრივად გადასახადია, ეფექტური საგადასახადო ბაზა 95%-ით მცირდება. შედეგად მთავრობის მიერ გამოშვებული თითოეული $1000 ნაცვლად უკვე 20,000 გროვდება ერთ ადამიანზე და ამ პროცესს ყველა შესაბამისი შედეგი მოხვება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპის თამაში უპირველეს ყოვლისა დიდ საფრთხეს უქმნის ამერიკის სტატუსს და ამერიკელთა კეთილდღეობას, რომელიც დაიბადა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით და ბრეტონ ვუდსის შეთანხმებებით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა დაეცემა. ეს რეალობისგან საკმაოდ შორს არის. ამერიკა შეძლებს თავის მართვას, თუნდაც სრულად აუტარკიული გახდეს და მსოფლიოსგან ჩაიკეტოს, რადგან მას დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის ყველაფერი გააჩნია. თუმცა ასეთ შემთხვევაში ის იქნება უფრო ღარიბი და ნაკლებად გავლენიანი, რაც ვაშინგტონის ინტერესებში არ შედის. ზუსტად ამიტომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ევროპა ამერიკით უფასოდ სარგებლობს, მცდარია და არ ითვალისწინებს პროცესის მეორე, მესამე და მეოთხე დონეზე არსებულ შედეგებს. აშშ-ს ჰეგემონიურმა პოზიციამ მისი სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს უზარმაზარი პრივილეგიები მოუტანა. ევროპის დისორგანიზაცია და განიარაღება რუსეთს აწყობდა, მაგრამ გლობალური სტრატეგიის თვალსაზრისით ეს ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ამის გამოყენებად აშშ-მ მოახერხა ევროპის საკუთარი ტექნოლოგიებით გაჯერება და მასე უსაფრთხოების კუთხით დამოკიდებულების შექმნა, რაც სტრატეგიულ კონტროლსაც ნიშნავდა. რამდენიმე ათწლეულის ასეთი ურთიერთდამოკიდებულების შემდეგ ორივე მხარემ დაასვნა, რომ ასეთი მოწყობა მათ აწყობდათ. თუმცა ეს ბევრად უფრო სუსტი და სახიფათე მოცემულება იყო არა ამერიკელებისთვის, არამედ ევროპელებისთვის. ამიტომ დღევანდელი მობილიზაცია პირველ რიგში ევროპას ემსახურება. პარადოქსულად რომ ვთქვათ, ამისთვის დონალდ ტრამპს მადლობაც კი შეგვიძლია გადაუხადოთ. თუმცა რუსეთთან დაახლოება და ომით დაზარალებულ ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლის, ფაქტობრივად საომარი რეპრესიების ეკვივალენტის გაწევა სრულიად განსხვავებული მასშტაბის ქმედებაა და მისი შედეგი შესაძლოა საპირისპირო აღმოჩნდეს, ვიდრე ჩანაფიქრში იყო. გმადლობთ რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ აუცილებლად არხი, მოიწონეთ ვიდეოთ, მოგეწონათ, კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.